ხაჭაპურზე რომ გიждები და უამრავი ცომი რომ მოქვს მომზადებული, უკვე კარგად იცით ჩემი ვიდეო რეცეპტებიდან. ახლა კი ჩემს ერთ-ერთ საყვარელ ცომს გიზიარებთ, რომელიც არის ნახევრად ფენოვანი, ბევრი ცხიმის გარეშე. ქვილს დავამატოთ საფუარი, შაქარი და თბილი რძე. რაოდენობას დაგიწერთ აღწერაში, მოვზილოთ ცომი, შემდეგ შევაზილოთ 60 გრამი კარაქი, ბოლოს ფქვილით კარგად გადავზილოთ და დავასვენოთ ამოფუებამდე. გავხეხოთ იმერული ყველი, აი ასეთი ნაზი ტექსტურის ცომი გამოვიდა. უნივერსალური ცომია და შეგიძლიათ ამით მომზადოთ როგორც ხაჭაპური, ასევე ლობიანი, ასევე ღვეზელი ნებისმიერი შიგთავსით. და დღეს მე ხაჭაპური უნდა მოვამზადო გრილში. გრილში მომზადებისას უნდა გაითვალისწინოთ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, როდესაც ყველს გადაიტანთ ცომში და გააფრთხილებთ, არ გაუკეთოთ საჰაერო, რადგან ცომი ორთქლისგან სველდება და ვერ გამოცხება სრულყოფილად. როგორც იცით, რამდენიმე თვე შევიძინე მოვას აეროგრილი, რომელმაც ჩემი ყველა იმედი გაამართლა და ამ გრილს აქვს გათამაშება. გამარჯვებული გამოვლინდება 28 ნოემბერს, გადადით მოვა ჯის გვერდზე და მიიღეთ მონაწილეობა. ასევე გაცნობებთ, რომ 30 ნოემბრამდე აქვთ ძალიან მაგარი ფასდაკლებები, როგორც გრილებზე, ასევე სხვა ტექნიკაზეც. ხაჭაპური კი ვაცხვე 10 წუთი მაქსიმალურ ტემპერატურაზე, 5 წუთი ერთი მხრიდან, შემდეგ გადმოვაბრუნე და 5 წუთი მეორე მხრიდან.